გაწეწია მე გაუმარჯოს. ხალხნა მე მგონი აქ მოვურჩით. აი. სულ გათეთრდა გავათეთრეთ სულ ვორჩი. ესეც სულ მოვწმინდე. მოკლედ მე მგონი შავი საქმე დავამთავრე, მაგრამ მე მგონი მეც დამთავრდი. არა მაქვს თავი. აქ პანჯარა მაქვს დაკეტილი. დაბლა მაგის დაბლა ძველი გაზი რომ აქ იმაზე იხარშება ხაში. ხო და შესაბამისად მანდ რო რაღაცა იხარშება აქ პანჯარა იკეტება. თუმცა ხა უკვე ალბათ მორჩება და გავხსნი. ყველიანმა აქ ეს მავიწყდება და დავლიო. კინა. წესით 2 4 6 8 14 დღე კიდე უნდა დავლიო. ნუ სანამ გაბრიელი დაიბადება. უი, ისაყოფილა რა ბეგლა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მეზარებოდეს იმის რა ქვია ვიდეოს ჩაწერა. ვალდებული ვარ ჩავწერო. რომ გონიათ რომ წავედი. ხნა მეც მინდა ხოლმე რომ ჩავწერო რაღაცნაირად განვიტვირთო. მეწამი რა, იმას თავი კონციალებ. რა შემეუბნოდე ხა ატყდი. სადაც ქათმებს უშვებთ ხოლმე. იქ ვუყრი ხოლმე რაღაცეებს ქათმებს რა. პამიდორი, საზამთროს ქერქი, რაღაცებს ვუყრი ხოლმე და ხო ჭამენან და რაღაცები ხო რჩებათ რა და ეს დღეები არა მისუფთავებია და რაღაცა და ის არის რაღაცნაირად ძალიან ცუდად მხვდებოდა თვალში რომ გავდიოდი რომ იქ ნესვის ეს გამხმარი ქერქები რაღაცა ეს და შევიტანე მე შოკი. მოვგავე კარგად მოვასუფთავეს. ადგილები სადაც ესეთი რაღაცები ჩანდა, ნუ ის პატარა ბაღი რა. გავავსე მე შოკი და მაგ დროს დაამთავრა ლაშამაც ეს ოთახი რა. მე ამოველი ეს ოთახი მივალაგე და მელოდებოდა, მიყურებდა რომ ეხლა მე მგონია დრო არისო. რომ იცის ეს დალაგება მილაგების დროს რომ მოვჩები ხოლმე მე მიდივარ სამშობიაროში და აი ჯერ რასაც მე ამ ფეხბურთში ვალაგებ ეს მithumetes ზუსტად ის ბოლო პერიოდში რაც უკვე რო დრო არა მეტად დატვირთული არ უნდა ვაშბატონს გამოსვლა რა უნდა და რა უყო ცხელა საშინლად ნიავი არის ძვრის და ისა ცოტა მეთქი გავიდეს დრო რომელი საათია ჯერ 8 საკლია 20 წუთი უბრალოდ ეხლა წყალი გადავივლო მერე კიდე დამჭირდება ხო და ისა თრათ ეხლა ეგეთი ბედნიერებაც არა გვაქვს წყლის მხრივ ხო იცით თქვენ ამიტომ შესაბამისად ცოტა დრო გავიდეს მანამდე ამოვიქაქარებ და ამოვისუნთქებ არ არის ფუფუნება რომ ვარკი და ყოველ თვით წყალი გადაიკლო. აუ კომპიუტერიც უნდა მომეტანა რომ შემეერთებინა და მოვიწყდა. დღეს ჩემი საქმე აღარაფერი არ არის დავამთავრეს ჩემი საქმე. მოუხაშე კარტოფილები, დიდი კარტოფილები ავიღე, კანიანად გავრეცხე რომ მეთქე მას მოუხაშავდი და დრეცირას მოკეთებდი. ესე მოვხარშავდი, მე რო გაცივდებოდა, ჭრიდი შუაზე, კანს არ ვაცლიდი, კოზით ამოღრუტნავდი, რომ ესე კანი როგორ ჯამი მასე დარჩენილიყო, მე ამ რაც ამოვიღებდი, მაგას ვურევდი ყველს, კარგად ბლომად ყველს და ისევ ჩავდებდი შიგ, ამ ყველა ჯამივით კარტოფილში და ესე ვალაგებდი ჟარუნაზე და დუხორკაში უშვებდი მახარ ცეცხლზე, რომ
ეს ჩამდნარი იყო, გამდნარი იყო კარაქთან ერთად ეს ყველი. მე უნდა გამოიღო, ცოტა მაიონეზი მოვაწუწო და ისე დააბრუნო 1-2 წუთით ცეცხლზე, მაღალ ცეცხლზე უნდა გაკეთდეს. თან ეს კარტოფილი ხო იწვება ეს ჯამები. თან არის ძალიან გემრიელი. ხო და ეგ უნდა გამეკეთებინა და ვერ განუსაზღვრე ის კი ეჭვი შემეპარა. კანი ისევ ჯერ ეს აქ ახალი კარტოფილის ამ კარტოფილს და სულ დამისკდა. ხო და ისა. აბდექი გავჭერი შუაში. დავადე კარაქი, დავახეხე ყველი, მიურიე, მოურიე და ეგებჭამი. მე ვთხარით ეგეჭამით თუ გინდათ მე. გადავაკეთე რა, დავანებით თავი რაღაც გადასკდა. ესე ვავწი. ელარჯივით გაიწელა ეს კარტოფილი და ყველი. ნანის ვთხარი ჩქარა სანამ ცხელია მიჭამე მე ვთხარი. რასაც ვაპირებდი, აღარ ვაპირებ მაგას. ой. ესეც რა მოიმიწურა. ესეც ნინო შენი 8. ну ჯერ კი არის დრო 5 საათი იქამდე, მაგრამ არა მგონია. არანაირი წინაპირობა არ არის სამაგისოდ. ასე რომ შეიძლება როგორ დამიწერე, კუდი მოვიჭრა. გუშინ მაიკოს მოვაჭერ. დღეს შენ. ბარბარესაც გუში და გუში წინ. რავი, ხა მივყვეთ. მეძინება, ოღონდ მართლა და შეიძლება გადავივლო წყალი გავშალო საწოლი დავიძინო. მაგრამ მე რაღამე უნდა გამეღვიძოს და ვაჭყიტო თვალები. მაგრამ გძნობ რომ მეძინება, იცი რა მაგრათა. იქ არის ამოსული, აი არ ვიცი რამდენად ხედავთ თქვენ და მოძრაობს რომ ეს ტალღასავით ბრუნავს. ბარბარეზე მართლა მასე ეშინია ობობის იწოდები. ანუ ეხლა გამომამჟღავნა ეგ. რო ეშინია, თანა ეს, კივილი. ისე იმდენად დისკომფორტს განიცდის ობობებს, ღამე ფანრით იღვიძებს და ეს კუთხეებში ათვალიერებს, სადმე ობობა უყურე, წეღად ჩამოვასო, თავი 2 ობობა ზის. ნუ დაგუძახო ხო ბარბარეს თუ ჩამოიღოს. იქით არაფერი არა. და გუშინ წინ შემოვიდა 1-3 დღის წინ, ხო უკვე 4-5 საათი ეგეთ დაახლოებით და აი იცი როგორ ამძინა, აი ახალი ჩაძინებული რო ხარ უფრო სწორად რა, აი გემრიელად და რაღაცა რო გაღვიძებს რო გადახი რა. მიიწიეთ რა, ჩემს საწოლთან დიდი ტარაკანაზის და ტარაკანა რა არის, ანუ რაღაცა ფრთიანი ჭიანჭველები რო რაღაცა იგა რა. ხო რაღაცა ზისო, ტარაკანაოდ რაღაცა თქვა. მე გულ გამისკდება იქ ვერ შევალი იქ ვერ დავწვევ. ერთი ეს გადმოხედე და აი მე ბარბარე, სანამ გადმოbrunდები ვთქვი. ჩემი გადმოbrunდება ხო იცით როგორ ის არის სპორტის ერთ-ერთი სახეობაა, მეთქი რომ არ დამხვდი აქ შვილო, მე ვთქვი ძლივს თვალები დავხუჭე, ხა გაგატარაკრე. მან ვერ დაიძინე, ტუპი მე ვთქვი, ცარიელია ქოხი არ შედის ძაღლი. ჰაიდა. გავაგდე, არ დავაძინე. რო დღეს მე ყველას მაგარი არის, იცი? ჩემს გვერდზე ძინა კატას. თენც როგორ ეძინა, გაშხლართულს და რო დღეს მე აი მე არ დამაძინე, როგორ შეშინებული ვიყავი და იმას ეძინა. რავი, მე ვთქვი, შენ სულ ხელა ადგილს დაიკავებ და წლილიყავ. ჭიები გამჭირვებია, შვილო, ჰაიდა ეხლა აქედან, თორე მე ვიცი რა გაგატარაკნე. ვაიდე და სულმას ვაფრთხილებ, ეგეთი პანიკიორი ნუ ხარ. იმიტომ რომ ეგ გეშინია და ეგ აყვები შიშს, ვერანაირად ვერ დაიჭერ შენ თავს ხელში, ვერ აიყვან ხელში, რომ რავი, ცხოვრებაში 1000 რაღაცა შეგხვდება, ხო? მაშინ იდექი პანიკაში და ირბინე წინ და უკან. აი მე ბავშვი აი ამოვიდა. აი ფეხის გუზლია კაი, კუტუტუს. ჩაყავი. ჩამოდი. წავალი ხა მართლა წყალს გადავივლებ, თორე ისე ვერ მოვისვენებ და დავწვევ და დავიძინებ, მე მგონი. 8 საათი კი გახდება იმ დრომდე. წაველი. იცოდეთ რომ სახში ვარ.
აბა ჰე, მაგრად იყავით ხალხო.